თქვენ ვის ხარეს ახართ? მე ვარ საქართველოს მხარეს. არა, საქართველოს და თქვენ ხართ ჩვენი შვილების ხარეს თუ რობოკოპების ხარეს. რატომ და რა შეკითხვა არის? აბა საქართველოს მხარეს იყავთ, თქვენ კიტოვანის მხარეს იყავით და ჯაბა იოსელიანის მხარეს, ამაზე ვილაპარაკოთ. მაშინ მე რომ მეკითხებ, კიტოვანის მხარეს იყავით და ჯაბა იოსელიანის მხარეს. არც კიტოვანის მხარეზე ვიყავით და ჯაბა იოსელიანის. იცით რა, არ მინდოდა ამ თემაზე ლაპარაკი და რახან თავდასხმაზე გამოვიხართ, ეხლა იძულებული ვარ რომ მეც არა, საქართველოს მხარეზე ვარ, რო თქვი. თქვენ მხარეს იყავით. აქეთკენ საქართველოს მხარეს არიან. იყო საქართველოს მხარეს და აქეთ იყვნენ პუჩისტები და ვის მხარეს იყავით? ზვიადის მხარეზეც ვიყავით და ავტომატი არ გეჭირა, ავტომატი არ გეჭირა? ავტომატი არ მეჭირა, როცა შენ იძახი იმ პერიოდში და მე მეჭირათ, ვის ესროდით იმ ავტომატით? სადამ მინახე რომ ის. არა, გეკითხებით, რატომ გეჭირათ ეს ავტომატი? ავტომატი მეჭირა იმიტომ რომ თავს ვიცავდი. როდის დაიწყო სამოქალაქო ომი, იცი? ხო, და როდის დაიწყო? 22-ში დაიწყო? 22-ში დაიწყო თუ არ დაიწყო? არა, ნოემბერში დაიწყო. ხო, თქვენ თავარსარდალს არ დაემორჩილეთ ბატონო ვაკია, ზვიად გამსახურდეთ და დაემორჩილეთ კიტოვას. არა, თავარსარდალს ის ხაზზე დახვედით. თავარსარდალს რაზე არ დავემორჩილეთ? ხო, და გადადიხართ სპარტიზმაზე და არა, მომგებიანი არ არის ეგ თემა თქვენთვის და რატომ ელაპარაკებით ეხლა? ჩემთვის კი არა. გამოდიხართ თავდასხმაზე და მე თქვენ რა უნდა მითხრათ ბატონო აკია იმის გაბო რომ თქვენ და სხვა ადამიანებად ახალგაზრდობა შეგვიცვალეს და მომავალი მართლა წაგვართვეს იმ მოქმედებებით და ეხლა ჩემზე გადმოგაქვს? შენზე კი არ გადმოგაქვს. შენ მე მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და მომავალი შემიცვალეთ თქვენ მე არაფერი მომავალი არ შემიცვლია. აბა ვის შეცვალა? სიტუაცია იყო ეგეთი რომ ანეკ ხარეს უნდა ყოფილიყავი და საქართველოს მხარეს ყოფილიყავი. საქართველოს მხარეს ვიყავ. და ზვიად გამსახურდია გააგდეთ. ზვიად გამსახურდია მე არ გამიგდი. ვინ გააგდო აბა? იმ შეცდომება რა შეცდომება? გადავიდეთ სხვა თემაზე.